ყოფილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ნოდარ მიქავამ წალენჯიხის პოლიციის უფროსის მოადგილეს და სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსან კოხტა კოდუას საოლქო პროკურატურაში უჩივლა. მიქავას განცხადებით თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც წალენჯიხის პოლიციის უფროსის მოადგილე რუსლან აბულაძე 2011 წლის ივნისში ხეტყის უკანონო მოპოვებაში ამხილა. ამის შემდეგ ნოდარ მიქავას სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და ურჩიეს თანამდებობა დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიქავას თქმით სხვადასხვა დანაშაულის დაბრალებით დაემუქრნენ. ისევე თქმით დაშინებაში უშუალოდ შინაგან საქმე და სამინისტროს მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა მონაწილეობდა. კოდუა რამდენიმე გახმაურებულ საქმეში, მათ შორის პატიმრებზე ზეწოლის საკითხებში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით მან საქართველოს უკვე დატოვა. მე თუ ფულს ვიღებდი, მე თუ აფხაზი მყავდა გაშვებული, მე თუ ჯარს ვაცილებდი, მაშინ გარეთ რატომ ვარ? თუ დამნაშავარ შიგნით უნდა ვიყო. თუ არა და მე ჩემი უდანაშაულობა მინდა რომ დავამტკიცო. უბრალოდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. რატომ? იმიტომ რომ ბატონი აბულაძე რო გავაჩერე, დატვირთული მანქანით რო აცილებდა, აი იმიტომ, რითი დატვირთულება. ფიცარი. ეს აბულაძე ვინა? დიახ, რუსლან აბულაძე წალენჯიხის სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის დარგში ამჟამად. სამეგრელო ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა ყოფილმა პოლიციელმა ნოდარ მიქავამ, რომელიც ითხოვს თავისი დარღვევული უფლებების აღდგენას და დამნაშავეების დასჯას. 2011 წლის ბოლოდან მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა პოლიციის სამმართველოს მაღალი ჩინოსნების მიერ, რომელიც დღესაც უდგანან სათავეში წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს.